ერთი ნაწილი რაც ჩანს არის ის რომ ეს შიში ბევრად უფრო ფესვგადგმულია ვიდრე აქამდე იყო საბოლოო ჯამში ამ რაღაცა ახალ რეგულაციებთან და სადამჭირო რაღაცებმა მაინც იმოქმედა ადამიანებზე რაღაცა დიდი ძალების გაერთიანების გარეშე უბრალოდ ძალა არ აქვს და ვერ ვასხიებთ ამ ძალას მაგიმართლებით გქონია რომ უფრო მაგასთან უფრო ახლოს არის ადამიანები მისული რომ ბევრმა გაიაზრა არა პოლიტიკურმა თამაშებში აი სადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები და აქტივისტები და რაღაცები ბევრად უფრო დაღვინებულები შეიძლება ითქვას ცადეს რაღაცეები თვითონ და ხვდებიან რომ თვითონაც მარტო ძალა არ ყოფნის და ამიტომ ხვდებიან რომ ძალების გაერთიანება მნიშვნელოვანია ეგორი რაღაც ჩანს ძალიან ნათლად საბოლოო ჯამში ამ ერთობაზე ჯამში ყველა ხვდება რომ ეგ არის გამოსავალი უბრალოდ მაქამდე მისასვლელი გზები არის განსხვავებული სხვადასხვა ადამიანების გონებაში განსაკუთრებით პოლიტიკოსებზე არის აი ხლა მგონია რომ მნიშვნელოვანია უბრალოდ ინდივიდების გაერთიანება რომელიც პოლიტიკოსები შევლენ რა თქმა უნდა მაგრამ ინდივიდების გაერთიანება რომლებსაც ცალკე აღებულს აქვს გარკვეული ნდობა და მხარდაჭერა საზოგადოების რამე ნაწილში ანუ ვიღაცა არავის არ ვერჩი ცხადია მაგრამ რაღაც ადამიანი რომელსაც პოლიტიკოსი ქვია მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს უბრალოდ იმიტომ რომ პარტიის რაღაც საზოგადოების პარტიის ნაწილია და ამის გამო ეთერში ეძახიან და ხშირად ჩანს ტელევიზორში მაგრამ მხარდაჭერა საზოგადოების არ აქვს იმის სიქსიაში ყოფნაზე უბრალოდ რომ მნიშვნელოვანია პირობითად იქ იყოს ექიმი ეხლა შენზე გამახსენდა უბრალოდ ექიმი ანუ ექიმი რომელსაც თუნდაც ექიმების საზოგადოებაში რაღაცა მხარდაჭერა ან არ ვიცი მსახიობი რომელსაც მსახიობებში და რაღაცა ხელოვნების სფეროში რაღაც მხარდაჭერა აქვს დროზე უფრო მეტად ეხლა მნიშვნელოვანია ზოგადად ამ სტრატეგიაზე შეთანხმება ყველას რომ ჩვენი სტრატეგია არის ეს რომ ხალხი უნდა გამოყრაჩო ბევრი ადამიანი უნდა გამოყროთ ქუჩაში რომ ეგ არის რაღაც ყველას სამუშაო არა თუნდაც ერთმანეთისთვის ჭკუის სწავლება რა არის აკეთებელი არამედ შეთანხმება მაგაზე რომ ყველას გამოყავს ხალხი ქუჩაში და როგორც გინდა ის გამოიყვანე რაზეც გინდა იმაზე ლაპარაკე კი აი რომ მეუბნებიან რომ აი 200.000 ხო გამოვედი და არ ეყო ესე იგი და რა უნდა აშრები მაგის მე რავი ხელს იხუშებ ხო არ უშებთ ხელს რავი გავართ ხო ისე რუსთავაზე ესე უნდა გამოვიდეთ 300 თუ არ ეყოფა უნდა გამოვიდეთ 400 რა 400 არ ეყოფა ეს ყველა სამუშაოა ჩემი თქვენი კი არა მარტო აი 300 რო გამოვიდი იმ 300-ის სამუშაოა რომ შემდეგზე 400 გამოვიდეთ ყველა უნდა იყოს მაგას ჩართული თუ ეს გარეთ ბრძოლა ან ჩემზეა ჩამოკიდებული, ან იმ ხალხზე ვინც იხეშია და ვინც რაღაცა ნაწილიც გამოვა, იმაზე ჩამოკიდებული, თუნდაც 5 კაცზე, გინდა 10 კაცზე, გინდა 20 კაცზე, როგორც კი ჩამოეკიდება 20-ს დაიჭერენ. არან არის ეჭვიაში გეპაროს მაგაში არავის. აქ მაირო ადამიანები ქვეყნიდან გარბიან. და არის ცთარი აქმა რომ გარბიან კრიტიკულად განწყობილი ადამიანები მარტო. კი, გარბიან, ოღონდ არანაირად არ ჩანს ის რომ და არსად არ ჩანს ეგ რომ გარბიან მარტო რეჟიმის მოწინააღმდეგეები. რეჟიმის ხადაჭერების გარბიან, ისე როგორც გარბიან, ყველა გარბის. ეგ არის ყველა კვლევა ჩვენ ვართ აქეთ მხარეს ვარ ორჯერ მეტი ვიდრე არიან იქით მხარეს რა. მან დრო პროპორცია ჯამში შეიცვალოს რეჟიმის სასარგებლოდ ეგ ნიშნავს რომ ერთ გაქცეულ რეჟიმის ხადაჭერზე უნდა გაიქცეს ორჯერ მეტი აქედან. აქედან უნდა გაიქცეს 3 კრიტიკულად განწყობილი მოქალაქე. ეგ პროპორცია არ არსებობს. 2 თუ გაიქცა აქედან და 1 თუ გაიქცა პროპორცია რჩება იგივე, რომ ჩვენ რჩებით ისე ორჯერ მეტი. ყველა პოლიტიკოსი დაიჭერეს, ხა მართალია მე მამუკადა ბადრი გამოუშვეს, მაგრამ თავისთავად ის რომ ყველა პოლიტიკოსი დაიჭირეს, ეგ რაღაცა თვისობრივად ცვლის მანამდე არსებულ რეალობას. ანუ გაჩვენებს იმას, რომ რეჟიმი უკვე შემდეგ საფეხურზე გადავიდა, რომ უკვე პოლიტიკოსების დაჭერაში პრობლემას ვერ ხედავს. ხო, მაგალითად ხა წინა ხელისუფლების შემთხვევაში ბევრი კრიტიკა ბევრი სხვა მიმართულებით, მათ შორის ლეგიტიმური კრიტიკა არსებობს თუნდაც დღემდე, მაგრამ რაღაც პოლიტიკოსებს არ იჭერდნენ, იმიტომ რომ გინდა იმ წინა ხელისუფლება მაინც ესეთი იყო დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკაზე. იმიტომ რომ ამათმა დააჯერეს, რომ ვითომ ჩვენ დაბალანსებულ რაღაცას შევძლებთ და ეხლა ისინი ხედავენ, რომ არანაირი დაბალანსებული არ არის. ანუ აქეთ ვეხუტებით რუსეთს და შუა აზიას და იქით გამარა სრულ იზოლაციაში და პლუს რა ბენეფიტებიც გვაქვს, ეს ბენეფიტები შეიძლება დავკარგოთ. აქ ამათ აგეთი სენსიტურობა არ აქვს, ანუ არ აინტერესებს საერთოდ დასავლეთ პირიქით იზოლაცია აწყობთ პოლიტიკური, იმიტომ რომ რეალურად რუსები არიან. თუ მიაღწია ტრამპმა იმას, რომ გააჩერა ომი უკრაინაში მაგის მე რა სად არსებობს და რა ტიპის გარანტიები არსებობს რომ ჩვენ გადავრჩებით საერთოდ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგ კითხვაზე ჩემს პასუხი არ არსებობს. ანუ რუსეთმა თუ ჩვენთვის მოიცალა დღეს ამ 13 წლის განმავლობაში რაც მოხდა ის რომ ჩვენ აღარ გვაქვს საერთოდ არც თავდაცვა, არც უსაფრთხოება და აღარ აქვს არც ერთი მეგობარი. საერთოდ ანუ ჩვენს გამო არავინ თავს არ მოიკლავს და რა არის ის გარანტია, რითიც მათ შორის ამ 200 საუკუნიანი გამოცდებით რუსეთთან ურთიერთობის ჩვენ რუსეთი არ გადაყრავს. რატო არ გადაყრავს? იმიტომ რომ ბიძინა არის ჯიგარი და ბიძინა არის კაიკაცი და ბიძინა მიცის პუტინს როგორ ელაპარაკოს იმის გამო რომ 13 წელი მუხლებზე იდგნენ რუსეთის წინააღმდეგ ეს გონიათ რომ იმეს გონია ეს რომ გადაგვარჩენს. მე მიკრიტიკები ევროკავშირი დავიდე ხაც გავაკრიტიკებ ევროკავშირი ზედმეტად ცენტრალიზებულია ზედმეტად ბიუროკრატიზებულია, ზედმეტად რეგულირებულია, პრაქტიკულად ტრამპი რასაც იზახავს გააჩერეთ ეკონომიკა, მართლა ეგრე არის, ეკონომიკის საშუალოდ რო შეხედო ეკონომიკა ევროკავშირის აღარ იზრდება, ანუ დიდ
მდიდრები არიან, მაგრამ წინ ვეღარ მიდიან, უფრო მეტად ვეღარ იზრდებიან. ბევრ რაღაცა შემიძლია ევროკავშირი ვაკრიტიკო, უაზრო რეგულაციები დაწყებული, ბევრი სისულელები დამთავრებული, მათ შორის საიმიგრაციო პოლიტიკაზე რაღაცებზე მილიონი რაღაცა შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ ჯამში ხა ეგეთი თავისუფალი სივრცე ჩვენთან მეტი სხვა არ არის რა, არ არსებობს, ანუ ყველა ვარიანტში მაგის ნაწილი უნდა გავხდეთ და მე რავი შეგინ შეგვიძლია დემოკრატია არის, შეგინ შეგვიძლია იბრძოლო უკეთ როგორც იქაც იბრძვიან ვიღაცები, ჩემი ჭკუის ხალხი იქაც არიან და იბრძვიან უკეთესი ევროკავშირის როგორც თვითონ წარმოუდგენიათ რა. ეგ ცალკე თემა არის, მაგრამ იმის თქვა მინდა რომ ჩვენ თუ აქ ვიბრძოლებთ და მათ შორის იმათვის გასაგები იქნება ჩვენი ბრძოლის სტრატეგია რა არის და დაინახავ რომ ჩვენ მართლა ყველა ერთად გავერთიანთ და მართლა რუსეთს უპირისპირდებით, იქიდან ხადაჭერა იქნება გაცდებით მაღალი. ისევე როგორც მე ეჭვი არ მეპარება რომ ამერიკიდან იქნება იგივე. ამერიკიდან ეხლა რაც არ უნდა ილაპარაკო ტრამპზე და მე ბევრ რაღაცებში ვაკრიტიკებ ტრამპს, მაგრამ ის რომ უბიძგებს ევროპას რომ გახდეს უფრო ძლიერი და იგზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე და ფული არ ხარჯოს სათა სისულელებში ასე ხარჯავენ, მაგაში ის არის 100%-იანი. მე რაც არ მოწონს ეხლა უკრაინასთან მიმართებაში გაუგებარის ძალიან არ მოწონს, არც ის ტარიფების გონია რომ თვითონ ამერიკისთვის არის დამაზიანებელი და ბევრ რაღაცაზე შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ მათ შორის ჩვენთან მიმართებაში თუ დაინახა რომ ჩვენ აქ ძალა ვართ და ის ძალას პატივს სცემს და ჩვენ ვიბრძვით მართლა თავისუფლებისთვის, ეჭვი მეპარება რომ ხარდაჭერა არ ქონდეს. ყოველ შემთხვევაში რაც ვიცი ზუსტად არის ის რომ თელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ქოცები არიან ერთადერთი ვისაც ის არ ელაპარაკება.